ავარიული საცხოვრებელი კორპუსი გორში მოსკოვის 8 ნომერში მდებარე საერთო საცხოვრებელი ინგრევა. კორპუსის ბინადრები კი შენობის საკუთარი ძალებით შეკეთებას ვერ ახერხებენ და დახმარებას ხელისუფლებას თხოვენ. გორის მერიაში ავარიულ კორპუსში მცხოვრებლებს მოუწოდებენ ამხანაგობა ჩამოაყალიბონ და მერიის სპეციალური პროგრამით ისარგებლონ, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტი საცხოვრებლის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის 90% დაფინანსებს. ზეინაბ გიორგაშვილი და ნიკა ღოლიჯაშვილი დეტალებით. გადაიღეთ, ხამე მეშინია ბავშვებს. რომელაშვილებს ამ სახლში ცხოვრება ყოველდღიურად შიშის ფასად უწევთ. მათი საცხოვრებელი ავარიულია და დანგრევის საფრთხეც დღითი დღე იზრდება. სახურავიდან წყალი ჩამოდის, კედლები კი დაბზარულია. გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობების მიუხედავად ოჯახს ცოტა ხნის წინ სოციალური შემწეობა მოუხსნეს. ახლა ისინი ვეღარც მცირეწლოვანი ბავშვების გამოკვებას და ვეღარც სახლის შეკეთებას ახერხებენ. მოვიდა მაღალი ქულაი და რო გადავედი შეემოწმა თან ის ქალი იძახის რო არ ვიციო მეც მიგვირსო. რომელაშვილების მსგავსად მოსკოვის ქუჩაზე მდებარე ამ კორპუსში თითქმის ყველა ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებს თან შიშიც ერთვის. ადგილობრივები ამბობენ, რომ საცხოვრებელი სიძველისაგან ინგრევა. მათი პატრონი კი ჯერ არსად ჩანს. მოირყა მაღლა და ჩიო ახლა ერთი თალი ჩამოვარდა იქ დავარდა ტელესკა და ლამის ტელესკა ჩაიტანა იქ 8 ადამიანი ყოფილიყოსო. თავზე გვემხობა სულ ყველაფერი. ეხლანდელი მთავრობა ხალხო არაფერს არ აკეთებს. დამიჯერეთ მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ, რაზეც არ უნდა მივიდი. არ არსებობს ამ მთავრობამ რამე გააკეთოს. მე არც ნაციონალისტი ვარ და არც ის არა ვარ, მაგრამ იმ მთავრობაში ქემაინც რაღაცა ყურადღებას გაქცევდნენ. ელემენტარული პასუხის გაცემის უნარი არა აქვთ ამათ. საიდან მოვიდნენ? ქვეყნის ნაგავი ყრია. ასე გამოიყურება საერთო საცხოვრებლის სველი წერტილი. საპირფარეშოში ანტისანიტარია. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები საყოფაცხოვრებო პრობლემების გაუმჯობესებას წინასაარჩევნოდ პირდებოდნენ, თუმცა არჩევნების შემდეგ მათთან აღარავინ მისულა. მოგთხოვენ ხმა მოგვეცით, ყველას ხარში დაუდეკით, რავის არ მოუქცევია ყურადღება, ერთი დანგრეული ეგრე კიდე გვეშინია არ დაგვეცეს თავში. დავწერეთ კიდევაც განცხადება შევიტანეთ მთავრობაში და ყურადღებას არ ვაქცევთ. ხო შეუძლიათ უმნიშვნელოდ ერთხელ რემონტი გააკეთონ ბინებში არა. არჩევნებამდე გამგეობა დადიოდა რა ახლა გვარები და სახლები არ ვიცი დადიოდა პირდებოდნენ გააკეთებდნენ ყველაფერს სანამ ხმა მივეცი და სულ დაიკარგა ყველა. 1000 ლარიანი პროექტის შემთხვევაში 900 ლარს იხდის მერია, 100 ლარი ხდება გადასახდელი მოსახლეობას. მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემის მოგვარება მოსახლეობას ხელისუფლების დახმარებით მარტივად შეუძლია. ამისთვის მოსკოვის 8 ნომერში მცხოვრებლებმა მუნიციპალიტეტს განცხადებით უნდა მიმართონ და ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში ჩაერთონ. არის მოსახლეობა, რომელსაც უჭირს 100 ლარის გადახდას და მაგიტო გავაკეთეთ სოციალურად დაუცველებისთვის, რომ ეს 10 ლარი 10 ლარსაც მერია დააფინანსებს. ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა მრავალსართულიანი კორპუსების კეთილმოწყობას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში მერია სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო ხარჯების 90% ფარავს. თანხის 10%-ის დაფარვა კი მოსახლეობას უწევს. ომიანობის დროს დაგვენგრა მოვიტანეს მასალაი და ჩვენამდე არც კარებები გაგვიკეთეს, არც არაფერი გაგვიკეთეს.